საქართველოს პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვა. მიხეილ ყაველაშვილს ვიზიტის ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სასახლეში უმასპინძლებს. ვაჰაგნ ხაჭატურიანთან შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატშია დაგეგმილი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და ყოველთა სომეხთა კათალიკოსს გარეგინ მეორესად შეხვდება. ეროვნიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი ჟურნალისტი ანა ბროლაძე ჩაგვერთვება. ანა, გისმენთ. ერევანში უკვე ემზადებიან საქართველოს პრეზიდენტის დასახვედრად. სომხეთის დედაქალაქის ქუჩებში საქართველოს დროშები არის გამოფენილი. მიხეილ ყაველაშვილის ბორტი დაეშვება 1 საათში ერევნის საერთაშორისო აეროპორტში. უკვე ხვალდილიდან დაიწყებს ოფიციალურ შეხვედრებს საქართველოს პრეზიდენტის რანგში მიხეილ ყაველაშვილი და როგორც აღნიშნე ლაშა, შეხვედრები შედგება სომხეთის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჭატურიანთან. სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება დახვედრის ოფიციალური ცერემონია. პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ უკვე მხარეები მედიისთვისაც გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას. ამის შემდეგ უკვე საქართველოს პრეზიდენტი გადმოინაცვლებს ნიკოლ ფაშინიანთან, სადაც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება ასევე ორმხრივი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის რანგში ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის დედაქალაქში, რომელიც ასევე რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმართება. მიხეილ ყაველაშვილის დელეგაციაში ახლავან საქართველოს კანონმდებლები, პარლამენტის წევრები, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ეს თანამშრომლობა გასულ წელს გადავიდა სწორედ სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში. განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ამ ვიზიტისას საუბრობს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე, რომელიც ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით რამდენად მრავალპროფილურია თანამშრომლობა ორ მეზობელ პარტნიორ და უკვე სტრატეგიულ თანამშრომლობის დონეზე აყვანილ რანგში, ასე ვთქვათ, სახელმწიფოებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის დედაქალაქში. ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია ჩვენმა ურთიერთობამ. შარშან-ხელი მოეწარა სტრატეგიულ ურთიერთობას სომხეთსა და საქართველოს შორის, დაიდო მემორანდუმი, ეკონომიკური ურთიერთობები, ტურიზმი ვითარდება ძალიან სწრაფი ტემპებით, ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. კულტურის დღეები არის ცოტა ხანში გაიმართება სომხეთში, საქართველოს კულტურის დღეები და ბევრი რამ რაც არის უკვე დაწყებული და მათ შორის არის სამშვიდობო ინიციატივა, რომელთაც გამოვიდა საქართველოს მშვიდობიანი კავკასიის იდეით და ბევრი საკითხი, რომელიც საინტერესო არის და წარმოადგენს ინტერესს მთელი რეგიონისთვის. სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა, ტვირთბრუნვები, ხალხთაშორისი ურთიერთობა და ტურიზმის მიმართულებით ინტენსიური სიახლეები და გაცვლა-გამოცვლა, ასე ვთქვათ, მოსაზრებების, ისევე როგორც მაგალითად ელჩისგან მოვისმინეთ, რომ უახლოეს დღეებში სომხეთი იქნება მასპინძელი ქართული კულტურის დღეების და ამ სფეროშიც და ამ მიმართულებითაც ურთიერთობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის არის ინტენსიური. მოკლედ ველოდებით საქართველოს პრეზიდენტის ბორტის დაშვებას ერევნის საერთაშორისო აეროპორტში, ხვალინდელ შეხვედრებს და იმ განცხადებებს, რომელსაც ვიზიტის ფარგლებში მოვისმენთ. მადლობა, ერევანიდან პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.